გახსოვს, სად იყავი 2017 წლის ივნისში? მე ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ ამ დროს რაღაც დიდი მოხდა, რამაც სამუდამოდ შეცვალა მობილური თამაშები. იყო 2017 წლის ივნისი და ახალი Supercell-ის თამაში ტესტირებისთვის გამოვიდა iOS მოწყობილობებზე, მხოლოდ კანადაში. ეს იყო ის დასაწყისი, რასაც დღეს Brawl Stars ვეძახით. ამ 6 წლის განმავლობაში უამრავი რამ მოხდა და დღეს გადავხედავთ ყველაფერს, რაც ამ პერიოდში მოხდა. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქით ვიდეო და გააქტიუროთ წარსულები, რათა ესეთი ბევრი მაგარი ვიდეოები შემოგთავაზოთ. დავიწყოთ სულ თავიდან. ბეტა ვერსიაში Brawl Stars-ი პორტრეტულ რეჟიმში იყო, როგორც Clash Royale. მოგვიანებით ის Landscape რეჟიმზე გადავიდა და ეს სწორად გაკეთებული ნაბიჯი იყო Brawl Stars-ისთვის. თავიდან თამაში მხოლოდ 15 ბრაულერი იყო. შემდეგ ივლისში დაემატა Piper-ი, სექტემბერში კი Pam და ასევე Tara. ასევე დაემატა ახალი რეჟიმი Brawl Ball, სადაც ბურთის დასარტყმელად ტყვია არ გჭირდებოდა, ამიტომ Mortis-ი ძალიან ძლიერი იყო Brawl Ball-ზე თავის დროზე, რაც მას საუკეთესო აქცევდა თავის დროზე. 2017 წლის დეკემბერში კი დაემატა Daryl-ი, რომელსაც იმ დროისთვის სუპერით გადატრიალება 23.3 ფიგის მანძილზე შეეძლო. დღეს ეს მანძილი სამჯერ პატარაა. შემდეგ დიდი დრო არ იყო გასული განახლებების გარეშე, მაგრამ 2018 წლის მარტში თამაში Landscape-ზე გადავიდა, ანუ ამოტრიალდა. Elixir-ი შეიცვალა PowerPoint-ით, რომელთაც ბრაულერის სიცოცხლეს, დაზიანებას ან სუპერს აძლიერებდი. მაისში ასევე დაემატნენ Penny და Frankie, ასევე Duo Showdown-ი, Trophy Road-ი, Heist-ი, Big Box-ი და ასევე Spectate-ის რეჟიმი. ერთი თვე გავიდა და თამაშმა Android-ზე გამოსვლაც კი მოასწრო. ამ დროს შეიტანეს ყუთებში ქოინებიც. სექტემბერში Mortis-ი გადაკეთდა, გაუკეთდა რემოდელი, დაემატა მოვლენის მოდიფიკატორები, ესენია მეტეორები, Energy Drink-ი და სხვა და პირველად შეგეძლო ბათლების ისტორიის ნახვა და განმეორება მისი. 2018 წლის დეკემბერი იყო თამაშის ყველაზე დიდი თვე. Brawl Stars-ი გლობალურად გამოვიდა, დაემატა ლეონი, თამაშს სრულიად ახალი ვიზუალი მიეცა და დაიწყო ისე გამოჩენა, როგორც ახლა. 2019 წელი დაიწყო ჯინის გამოსვლით, თუმცა სუპერის გამოყენებისას თამაში იგლიჩებოდა და გაკეთდა. თებერვალში კი უკვე კარლი დაემატა და ახალი რეჟიმი, Sage-ი. აპრილში როზა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბრაულერი, რომელსაც 6 წამით 80%-იანი ფარი ჰქონდა. 4-ში კი მან ნერფი მიიღო ეგრევე. ამავე თვეში დაემატა Boss, რემოდელი, ტრეინინგის მღვიმე და Rev TV ფუნქცია, სადაც ტოპ მოთამაშეების ბათლებს უყურებდი. მაისში ასევე დაემატა Bibi, ივნისში Tiki და Taras რემოდელი. მეორე Star Power-ები, Star Points-ი და Star Shop-ი. აგვისტოში დაემატა ახალი 15 რანკი, Piper-ის რემოდელი და ახლა ბრაულერი 8-bit-ი, რომელსაც როდესაც მოკლავდი, სავსე HP-ით ბრუნდებოდა. ეს Star Power-ი მოგვიანებით შეიცვალა Plunge In-ით, როგორც ახლა ვიცნობთ. რადგან ის იყო ძალიან ძლიერი Star Power-ი. სექტემბერში ასევე დაემატა Sandy, მეოთხე ლეგენდარი. El Primo გადაკეთდა, დაემატა ორი ახალი რეჟიმი, Takedown და Lone Star-ი, მაგრამ ისინი მალევე გაუმხდა. ოქტომბერში დაემატა Power Play, ყოველდღე 3 მატჩით ქულების დაგროვება და სეზონის ბოლო ჯილდო. დაემატა Frankie-ის რემოდელი და Showdown-ის ახალი რეჟიმი, Graveyard Shift-ი. ნოემბერში პირველი კოოპერაციული სკინები დაემატა, Brawls and Friends. დეკემბერში Bea და Maxi, ახალი რეჟიმი კი Freezer Plunder-ი. 2020 წელი იანვარში დაემატა Mr. P და Hot Zone კი მარტში გრანდიოზული განახლება გამოვიდა. დაემატა გაჯეტები, უნიკალური შესაძლებლობა თითოეული ბრაულის თითო თამაშის 3-ის გამოყენებით. გაქრა ტიკეტები, PSG-სთან კოლაბორაცია ჰქონდა Brawl Stars. მათში კი დაემატნენ Jackie და Sprout-ი. ორ თვეში უდიდესი განახლება, დაემატა Brawl Pass-ი, პროგრესის ახალი გზა, ყველაზე განდატეხი პერიოდი, ასევე დაემატა Gale, Nani, პინპეგები, Quest-ები და Pam-ის რემოდელი. 2020 წლის ივლისი, მეორე Brawl Pass-ი, Surge, შაბათ-კვირის რეჟიმი, Super City Rampage, მეორე გაჯეტები, Crows რემოდელი, პინები თამაში და Trophy Road-ის გაგრძელება. სექტემბერში კი უკვე Colette, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გამოშვების დროს, გამოშვა ცნობილი Star Park-ის ცნობის ვიდეო, თამაშის ისტორიის დასაწყისი მივიხილეთ. მაგრამ ასევე შეგახსენეთ, რომ Colette-ს მალევე გაუკეთეს Buffy და გაძლიერდა. ოქტომბერში კი Amber-ი გამოვიდა, ახალი ლეგენდარი ბრაულერი, Map Maker-ის რეჟიმი, მეორე გაჯეტები ყველა ბრაულერისთვის თითქმის, რაც დამჯერად ძალიან კარგი იყო. ნოემბერში კი უკვე Lu დაემატა. დეკემბერში Byron და Edgar-ი. Edgar-ი პირველი ბრაულერი იყო, რომელიც უფასოდ იხებდი Brawl Drays დროს და მან თამაშები გაჭედა, რასაც ქვია. 2021 წელი Rafs-ი დაემატა. ყოველდღიური World Championship-ის საკვალიფიკაციო დაიწყო. მარტში კი Power Play შეიცვალა Power League-ით.
და სტუდ დაემატა თროფი რუადის მეათე ბრაულერი. აპრილში კი უკვე ბელი და სქვიკი, კნოკაუტი, ლონსტარი და თაიქდაუნი დაბრუნდა მაპ-მეიკერში. ასევე განახდა რეპლეი და სისტემა განახდა. ივნისში უკვე თამაში ჩაისვა ბაჟზი და გრიფი, ასევე მეორე გაჯეტები, ახალი რეჟიმები როგორიცაა ვოლейბოლი, ბასკეტბოლი და სხვა, ასევე მაპ-მეიკერში ახალი ფუნქციები. აგვისტოში უკვე ეში დაემატა ახალი ბრაულ პასის ბრაულერი და ასევე ახალი შაუდაუნ პლუს, რომელიც საუკეთესო იყო. სექტემბერში უკვე მეგი ახალი ლეგენდარი ბრაულერი დაემატა. ოქტომბერში ბრაულ პასის სეზონი, რომელშიც ლოლა იყო და შემდეგ ჯესის რემოდელი ვიხილეთ. ნოემბერში გიარები პირველად დაემატა. არავის არ მოეწონა და არც მე, ეს იყო ძალიან ცუდი განახლება. ასევე კლუბ ლიგა, კლუბის წევრები კი 100-დან 30-მდე შემცირდა. დეკემბერში უკვე ფენგი და გრომი გამოვიდა და დუელები. 2022 წლის მარტში ივი დაემატა, ახალი რეჟიმები დაემატა, ასევე ვაიფაუთი და ფეილუადი. აპრილში კი უკვე დები, ჯანეთი და ბონი დაეშვნენ თამაში. ასევე იყო ქუესტების გაუმჯობესება. ივნისში კი უკვე ოტისი დაემატა, ასევე დაემატა მასტერი მოუდები და პენის მოდელი, ასევე მისტერი მოუდები უკვე ამოღებულია ჩვენ თამაშიდან. სექტემბერში დაემატა სემი და გასი, 8-bit-ის Last Stand ძალიან არ მოეწონა მოთამაშეებს და არ ითამაშეს და ასევე ამოიღეს სეიჯი. არა და მე სეიჯი მომწონს, თქვენ რას ვფიქრობთ დაწერეთ კომენტარებში. ოქტომბერს უკვე ბასტერი დაემატა, გიარების რემოდელიც გაკეთდა, სტარპავერი და გაჯეტები იყიდებოდა უკვე ოქროთი. პავლ ლიგაში კი შეგეძლო ცუდ მოთამაშეებზე რეპორტი გაიკეთებინა ცუდ რენდომებზე. დეკემბერში კი ყველაზე მეტი ბრაულერი იყო ერთ განახლებაში, მენდი, გრეი და ჩესტერი. ყველაზე საკამათო განახლება კი იყო ეს, რადგან ყუთები ამოიღეს თამაშიდან და დაემატა კრედიტები, სტარუადი და ფეიმი. 2023 წელში მარტში დაემატა ერტი და ვილოუ, მისტერი ბათლ ქარდები და აუტეხელი კედრები დაბრუნდა. მაისში დაემატა მეიზი და ჰეკი, სტარპოინტი შეიცვალა ბლინგით, კატალოგ სისტემა შეგიძლია ნებისმიერ სკინი იყიდო მისი მეშვეობით, აქ ჭირდება დალოდება და ასევე ტოპ-დოგ შაუდაუნი, ახალი რეჟიმის ტიმინგის საწინააღმდეგოდ, სამწუხაროდ არ გაამართლა. ივნისში კი უკვე დოუჯი და კორდელიუსი ვიხილეთ, სტადროპები, სიხარულის დაბრუნება ყუთების გახსნის გზავსი გრძნობით, მაგრამ ის ყუთებს ვერ შეცვლის ჩემი აზრით. ჩვენი კი ბოლო 6 წელიწადში ვიხილეთ, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ზოგი რამ გაქრა, ზოგი დაემატა, რაც ვიცით, თამაში ჯერ კიდევ სიძლიერეშია და მომავალი წინ არის. იმედია მოგეწონა ეს მიმოხილვა. არ დაგავიწყოთ გამოწერა და განახავთ შემდეგ ვიდეოში.